კვარას ტრავმა და კიდევ ერთი ტიტული. ქართველები ლიგა 1-ში სეზონის საუკეთესო გოლისთვის იბრძვიან. დავითაშვილის ტრანსფერი, რონალდოს ახალი გუნდი და მეტი სხვა სიახლე. სანამ ამ ყველაფერს საუბარს დავიწყებდეთ კი, თხოვნა ავიყვანოთ ვიდეო 2000 ლაიქსა და გამოვიწეროთ არხი. ხვიჩა კვარაცხელიას PSG-მ ლიგა 1-ის მოგებას საფრანგეთის თასიც დაუმატა და ტრებლამდე მხოლოდ მილანის ინტერთან მოგება აკლიათ. პარიზულმა გრანდმა ფინალში რეიმსი ძალიან მარტივად 3-0 დაამარცხა. საინტერესო ის არის, რომ მატჩის დაწყებამდე ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფინალი პირველივე წუთებიდან მინდორზე უნდა დაიწყო. თუმცა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ფეხბურთელები მოედანზე გავიდოდნენ, ქართველმა თავის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც გადაადგილებაც კი უჭირდა და შემადგენლობიდაც ამოვარდა. მისი ადგილი დეზირე დუემ დაიკავა. მისმა უშუალო კონკურენტმა ბრედლი ბარკოლამ კი ძალიან სწრაფად 3 წუთში მოახერხა დუბლის შესრულება. როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. კვარამ სამშაბათს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა და ძალიან დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვების საფრთხეც საერთოდ არ ემუქრება. კვარას ყოფილმა გუნდმა კი ნაპოლიმ კიდევ ერთხელ მოიგო სერია A. ყველა ლოგიკის მიხედვით სერია A-ს წლევანდელი სეზონის გამარჯვებულად უნდა ითვლებოდეს ხვიჩა კვარაცხელიაც. ფეხბურთელი, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ნეაპოლელთან მაისურით და ფეხბურთელი, რომელიც ნახევარი სეზონი გუნდში არ თამაშის მიუხედავად მეოთხე ადგილზეა საგოლე მოქმედებებით. თუმცა რა გაეწყობა? სერია A ერთხელ უკვე მოიგო და ლიგა 1-საც არაერთხელ დაამატებს. დელაურენტეს კი მწვრთნელების და ფეხბურთელების არდაფასება ძალიან კარგად გამოსდის. ლიგა 1 კი სეზონის საუკეთესო გოლს ავლენს და 8 კანდიდატიდან 3 ქართული გოლია. ეს ნომინაციები კვარამ, ჟორჟმა და ზურიკომ გადაინაწილეს. ზურიკო დავითაშვილის სტრასბურგში ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება. სტრასბურგი მზადაა ზურიკოს დასამატებლად 20 წლის ნიჭიერი მეკარეც, რობინ რისერი შესთავაზოს სენტეტიენს, რომელსაც ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. გაცვლას რეალურს ისხდის, რომ სენტეტიენი არ მალავს იმას, რომ ახალი მეკარე სჭირდებათ და მის შეძენას ლამობენ. გაცვლა რა თქმა უნდა სუფთად ვერ მოხერხდება. სტრასბურგს დიდი თანხის დამატება მოუწევს, რადგან თუ კი 20 წლის რისერი 800.000 ევროდ ფასდება, დავითაშვილის ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 10 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ სენტეტიენმა დავითაშვილისა და გუნდის ბომბარდირის ლუკას ტასენის გაკეთვაზე თითქოს და უარი თქვა, ამ გარიგების დადების ალბათობა საკმაოდ დიდია. იუწყება საფეხბურთო გამოცება ტოპ მერკატო. ზურიკო ბორდოდან გასულ სეზონში სენტეტიენში 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში 9 გოლი და 8 ასისტი მოაგროვა. 24 წლის ქართველს მწვანეებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დავალაიქოთ ვიდეო თუ ეს უკვე არ გვიქნია, ცოტა ხნით ქართველებს გვერდი ავუაროთ და კრისტიანო რონალდოზე ვისაუბროთ. საუდი პროლიგის სეზონი დასრულდა და დასრულდა რონალდოს არაბული კარიერაც. 40 წლის პორტუგალიელმა ამ სეზონში 25 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირიც გახდა. ალ-ნასრმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და აზიის საკლუბო ტურნირებზე ადგილი ვერ მოიპოვა. პირველზე ბენზემას ალ-იტიჰადი, მეორეზე კი ალ-ჰილალი გავიდა. სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ კრისტიანომ თავის ინსტაგრამზე და სოციალურ ქსელებზე ფოტო გამოაგვეყნა ამ სათაურით. ეს თავი დასრულებულია. ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება. მადლობელი ვარ ყველასი. ლეგენდამ ჯერ კიდევ გრძელდებათი და ადასტურა, რომ კარიერას არ ასრულებს. მხოლოდ ისაა ჩვენთვის ნათელი, რომ ალ-ნასრიდან მიდის. რომელ გუნდში ვიხილავთ, რონალდოს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მედიაში ყველაზე მეტად მისი ყოფილი პირველი კლუბი, სპორტინგი იკვეთება. იქ გადასვლის შემთხვევაში რონალდო ქართველ გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად ითამაშებს, რაც ჩვენთვის და ქოჩორასთვის კიდევ საერთოდ სხვა ისტორიაა. იწერება MLS-იც, სადაც ლეო მესი თამაშობს. შეიძლება ევროპული ფეხბურთი ენატრებოდეს, ან უბრალოდ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონამდე არ უნდოდეს კარიერის დასრულება და წელავდეს, მაგრამ ალ-ნასრზე დიდ გასამრჯელოს ევროპაში და ამერიკაში ნამდვილად ვერ გადაუხდიან. დავუბრუნდეთ ქართველ ლეგიონერებს და დავუბრუნდეთ კარგი ამბით. ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა უდრამატულეს ბრძოლაში 95 წუთზე ბუნდესლიგა ადგილი შეინარჩუნა. სარელეგაციო მატჩი ბუდუ სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთზე გამოჩნდა, რადგან ჰაიდენჰაიმის ფორვარდმა ტრავმა მიიღო. ბუნდესლიგის ამ სეზონში ბუდუმ 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. სეზონის პირველი ნახევარი კი ბუნდესლიგა 2-ში დაჰყო, სადაც 12 გოლით იმ მომენტისთვის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი იყო. საინტერესო ამბები ხდება ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის, ოთარ კიტეიშვილის თავსაც. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ-ლიგაში ახლად ამოსული გუნდები, ლიდსი, ბარნლი და სანდერლენდი იჩენენ. ავსტრიული მედიის ცნობით ყველაზე აქტიური ბარნლია, რომელიც აღზევების შემდეგ საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს. ერთ-ერთი ავსტრიელი ჟურნალისტი შემდეგ რამეს წერს. სეზონის საუკეთესო კიტეიშვილს შტურმთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს მისი წასვლის დროც მოვიდა. ქართველის დაკარგვა გრაცელებისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება და ამას დიდი ხანი ვერ ამოავსებენ. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კიტემ 12 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა და სეზონის MVP-ს ედიზედ მეორედ გახდა.
საბა გოგლიჩიძის ემპოლი სერიას დრამატულად დაემშვიდობა. ადგილი დიდ უიღბლობას ჰქონდა. ლაციოს 10 კაციან ლეჩესთან რომ მოიგო, ემპოლი ლიგაში რჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა და რომაელები 1-0 დამარცხდნენ. ემპოლის გავარდნით სარგებლის ნახვა იუვენტუსურს და მათი სამი ფეხბურთელით არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთი მათგანი კი ქართველი ცენტრალური მცველია. იტალიურ საფეხბურთო მედიაში შემდეგი რამე იწერება. გოგლიჩიძე იუვესთვის სათადარიგო გეგმაშია. თუ ლანსიდან კევინ დანსოს იჯარით მოყვანა ჩაიშლება, გოგლიჩიძეს იქვიხილავთ. 20 წლის საბაში გარკვეულ ინტერესებს იჩენენ ატალანტა და მილანიც. ეს სეზონი სერიაში სადებიუტო იყო საბასთვის. 32 მატჩში მიიღო ქართველმა მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა. რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკით მისი სეზონი არ ფასდება, რადგან პოზიციურად ის ცენტრალური მცველია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გოგლიჩიძის თითქმის შეთანხმებული ტრანსფერი რომაში ბოლო მომენტში ჩაიშალა და რომამ სანაცვლოდ ვიქტორ ნელსონი დაიმატა. საბასთვის ყველაფერი წინაა და იმედია მას მომავალ სეზონში ტოპ 5 ლიგაში ვიხილავთ. ლამინ იამალმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. კონტრაქტში შეყვანილია ბონუსებიც ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში. მომავალი სეზონიდან იამალი 10 ნომრით ითამაშებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ანსუ ფატი დატოვებს, რაც მეტად მოსალოდნელია. საოცრება ის არის, რომ 2031 წელს, როდესაც იამალს კონტრაქტი ამოეწურება, ჯერ კიდევ 23 წლის იქნება. ფატის რაც შეეხება, ის ძალიან ახლოსაა მონაკოში გადასვლასთან, რომელმაც ბარსელონას დამარცხება ამ სეზონში 2-ჯერ მოახერხა. ეს კი სხვა არც ერთ გუნდს არ უქმნია. ამით კი ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა დაალაიქოთ, დასასრულს უახლოვდება. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი მეტი საინტერესო საფეხბურთო ვიდეოების სანახავად.